ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულზე შეუძლებელია ადამიანს გქონდეს ცუდი განწყობა. სადღესასწაულო განწყობა გვაქვს, როგორც რელიგიური თვალსაზრისით, ასევე საერო თვალსაზრისით. ეს აგერ ხედავთ, რომ უკვე მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშაოები, სცენის მონტაჟი მიდის, ეხლა ეკრანის დადგმა დაიწყება, ასევე აი იმ დამხმარე პერსონალის, რომლებიც ყველაფერს ამას აშუქებენ, გახმოვანების დამონტაჟება 3 საათისთვის დავიწყებთ დაახლოებით უკვე ტრანსპორტის დარეგულირებას. რუსთავს არავითარი პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ 4 შემოსავლელი გზა აქვს ამ მოედანს და არავითარი პრობლემა არ იქნება ამ თვალსაზრისით. მინდა მოგახსენოთ, რომ რუსთავი დიდი მოლოდინით ელოდება უკვე 2 კვირაზე მეტი ამ დღეს და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან პომპეზური და კარგი შეხვედრის მომსწრენი გავხდებით. აქცია იქნება ზუსტად ისეთივე მასშტაბური, ისეთივე გამარჯვების დღესასწაულზე, ესეთივე ორგანიზებული, კარგად ორგანიზებული, როგორც იყო თბილისში, ბათუმში და მთელ განარჩენ საქართველოში ველოდებით ძალიან ბევრ ხალხს და დანარჩენი არაფერი ყველაფერი მიდის ნორმალურად, კანონის პარკლებში იყო ხელისშეშლის მცდელობები, მაგრამ არ გამოუვიდა ხელისუფლებას, არ გამოუვიდა, იმიტომ რომ კანონი ამ შემთხვევაში არის ჩვენს მხარეს და ხალხის განწყობა არის ჩვენს მხარეს და ეს ორი რაღაცა ერთდროულად არის უძლეველი და დაუძლეველი წინააღმდეგობა ხელის შემშლებისთვის.